თითოეული ქრისტიანის მიზანი უნდა იყოს დაკარგული სამოთხის დაბრუნება. თქვენ იცით, რომ როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, ასე წერია დაბადების წიგნის პირველ თავში, ადამიანის შესაქმნელზე პირველ და მეორე თავში ესაუბარი, რომ მე რო შექმნა ღმერთმა ადამიანი, ერისა მომღებელი ქვეყანისა მომდაზე და მიწის მწერისგან შეზილა ადამიანი, ჩაბერა მას უკდავი სული, ის დაასახლა ედემის ბაღში, რომელიც აღმოსავლეთით მდებარეობდა. მე იცით, რომ ვიცით ჩვენ, რომ ადამიანებმა ადამმა და ევამ შეცოდა და დავკარგეთ სამოთხის ბაღი და იქიდან მოყოლებული კაცობრიობა ადამიანები ცდილობდნენ, რომ ისევე დაიბრუნოს სასუფეველი და ღმერთმა მოგცეს ძალა იმისა, რომ შევიდეთ სასუფეველში, რომელიც გამზადებულია ადამიანებისთვის, რომლებიც ღმერთის იმედი და სასურვება აქვს. ღმერთმა სასუფეველში შესვლის უმოკლესი გზა გვიჩვენა ჩვენ. წმინდა წერილში, კერძოდ მათის სახარებაში ასეთი სიტყვები წერია, რომ ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხებთ. ან ვეცადეთ, რომ არ განიკითხოთ ადამიანს, რომ ღმერთმა თქვენს არ განიკითხოსო და ასეთ ლუკას სახარებაში კიდევ უფრო ესე დიდებულ სიტყვებს ამბობს. ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ და ნუ დააშით, რათა არა დაისაჯეთ. ანუ თუ ჩვენ ადამიანებს არ განვიკითხავთ, სასუფეველს დავიმკვიდრებთ. ახლა სათქმელად ძალიან ადვილია, შესასრულებლად ძნელი, მაგრამ ეს სიტყვები არის ღვთისგან, ჩვენ დამიმოცემული, ანუ ჩვენ შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ, რომ არავინ არ განვიკითხოთ და ამით ჩვენ უფლის სიტყვების მიხედვით სასუფეველს დავიმკვიდრებთ და წმინდათა ცხოვრებაში ერთი ასეთი მონაკვეთიც არის აღწერილი, ერთი ეპიზოდია წმინდათა ცხოვრებაში, რომ ერთი ბერი იყო, რომელიც ვერ ცხოვრობდა ისე, როგორც უნდა ეცხოვრა, მონაზონს ისე განსაკუთრებულად რაც გულისხმობ ვერ ცხოვრობდა. განსაკუთრებულად ვერ ნახულობდა, ვერ ლოცულობდა, არ იყო ისეთი მოღვაწე, მაგრამ სიკვდილის წინ ხიარული იყო, როდესაც სიკვდილს ეგებებოდა. გაგონებული მამები ეკითხებოდნენ, რა გიხარიაო, კაცო, შენ არაფერი ისეთი ღვაწლი არ გაგიწევიაო და ის ამბობდა ღმერთის იმედი მაქვს და ნუ ბოლოს განიცხადათ მამებს, რომ ეს სასუფეველში უნდა შევიდეს და აინტერესებდათ რა გააკეთა ისეთი. და რომ ღვთისგანგებულებით მან უპასუხა, როდესაც მე დავდევიო აღთქმა მონაზნობის, იმის შემდეგ არავინ არ განვიკითხიაო და როგორც უფალმა თქვა, თუ შენ არ განიკითხავ, არც მე არ განიკითხავ და ამის იმედით მივდივართ და მართლაც ამ ადამიანს სასופველი დაიმკვიდრა. რა თქმა უნდა, გაკითხვის სოდა ძალიან გავრცელებულია კაცთა შორის, ადამიანთა შორის და უფრო მეტად სამწუხაროა, როდესაც სასულიერო პირები ინტერნეტ სივრცეში განიკითხავენ თავის მოძმე სასულიერო პირებს. მაგალითად, რამოდენიმე ხნის წინ გავრცელდა ერთ-ერთი მოძღვრის ქადაგება, სადაც ის სასულიერო პირთა ნაწილს, რამოდენიმე სასულიერო პირს, რამოდენიმე 10-20 გულისხმობდა, არაზუსტებს, უწოდებს ბოევიკებს, ამ სიტყვას ასე უწოდებს სქიზმატებს და მერე შემდეგ ქადაგებს თუ წვალებლებიც უწოდებდა რა. მე ვიცი, რომ ადამიანები ძალიან შეძლებენ ეს რომ მოისმინეს. ამ ადამიანს კომპეტენტური პასუხიც გაცეს ქრისტეს მიერ სიყვარულით. იმ მამებმა, რომლებსაც ეს ადამიანი გულისხმობდა, ძალიან მოზუმილი ქრისტიანული პასუხი გაეცა მას, მაგრამ პასუხის გაცემის შემდეგ მაინც არ დაცხრა და მე როგორც გითხარით, ნუ თავიდან ბოევიკების სქიზმატები, მე წვალებლებიც უწოდა ადამიანებს. რა ხო და ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი? როგორც გითხარით, ჩვენ არავინ არ განვიკითხავთ. მაგრამ ასეთი ფაქტი მოხდა. ამ შემთხვევაში იყვნენ ის მამები მართლები, რომელიც ამ კაცს უპასუხეს, თუ არა? როგორც ჩვენ მამათა ცხოვრებიდან კითხულობთ, ისინი სწორად მოიქცნენ. და მის თქმის საფუძველს გვაძლევს კიდევ ერთი მოღვაწე ბერის, აგათონის ცხოვრება. მამა აგათონთან მიდიან და ლანძღავენ. ეუბნებიან, შენ ასეთი ხარ, ცუდი, ამაცებს ეპითეტებით ამყოფენ და ის ყველაფერს თავს უყურებს. თუ კი მართალია, ეს მე მართლა სობრილი ვარ. მაგრამ როდესაც მას უხარეს, რომ შეხავ ერეტიკოსი, იქ იმ წასვე გააჩერა. ანუ ჩვენ წინდა აგათონის ცხოვრებიდან ვგებულობთ, რომ როდესაც ადამიანი ერეში გადანაშაული, ვალდებული ხარო პასუხი გაცე, თუ შეიძლება ადამიანები დავკვირდნენ. რა არის ერესი? ერესი არის წარწმუნდელი საულების გაზიარება, რომლის მიღების შემთხვევაში ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში. და შესაბამისად, სასულიერო პირი, რომელსაც ყავს მრევლი და მას ბრალსდებენ, რომ შეხამწვალებელი ვალდებულია პასუხი გაცეს. იმიტომ რომ ეს არის ზრუნვა
ქრისტეს სამწყსოზე, რომელიც მათთან მივიდა და მისგან რჩევა დარიგებებს ისმის. გამიგეთ? ასე რომ მამების პასუხი იყო სამართლიანი, მაგრამ წმინდა წერილი რას გვეუბნება ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც გონია, რომ მისი მოძმე ეშლება. ამას გვთავაზობთ ჩვენ უფალი, კერძოდ, მათეს სახარებაში ასეთი სიტყვები წერია, რომ თუ შეგცოდოსო შენ ძმამა მივედა ამხილებას რაზამში, შენ და იგი ხოლო იყვენით მარტონი. ანუ პირველად თუ შენ გონია ვიღაცას ეშლება, როგორ უნდა მოიქცე? პირადად უნდა მიხვიდო, უფლის სიტყვებია ეს, ვიღაცის სიტყვები კი არა. პირადად უნდა მიხვიდო და მას უნდა უთხრა. უკვე თუ ისმინე შენი შეიძინეს ძმა შენ, ანუ პირველი ნაბიჯი თუ გააქვს ადამიანს პრეტენზია ქრისტიანობაზე და ყველა სასულიერების თავისთავად ახლა პრეტენზია ქრისტიანობაზე და სასულიერები თუ ქრისტიანია როგორ იქნება სასულიერები? თუ ღმერთისაცავს როგორ იქნება სასულიერები? ანუ პირველი ნაბიჯი უნდა მიხვიდე და პირადად უნდა დაელაპარაკო. ხოლო უკვე თუ შეიძლება მიხვედი და არ გიპასუხა, არ დაგეთანხმა, არ გაიზიარა შენი შეხედულება. ამის შემდეგ რას აკეთებ? მაცხოვრები უუბნება უკვე თუ არა ისმინოს, მიიყვანე შენთანა ერთი ანუ ორი სხვა რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამის და დაემწოს ყოველი სიტყვა. შემდეგი ნაბიჯი რა არის? ერთი ანუ ორი ძმა უნდა მიიყვანო ქრისტეს მიერი და უნდა დაელაპარაკო. იქნება თუ მე შემდეგი ვარიანტია შეიძლება ამ შემთხვევაში და ზარგე შეისმინოს. ამის შემდეგ უნდა გააგებიო კრებულს. ამ შემთხვევაში ჩვენ რასთან გვაქვს საქმე? როგორც ამ სასულიერო პირის მოპასუხე მამამ, ერთმა მამამ ასეთი რაღაცა გვითხრა. ეს კაცი არ მოსულა ჩვენთან და არ უთქვია. თუ რაიმე პრეტენზია აქვს ჩვენ, ანუ ამ კაცს არ გადაუდგია ის პირველი ნაბიჯი, არ მისულდა თავის ძმასთან. ჩვენ ყველა მოდლებით ერთმანეთის ძმები ვართ რა. ერთი ბარძიმიდან მეზიარებით, ერთმანეთს ემსახურებით, ერთი ეკლესიის შვილები ვართ. ეს ნაბიჯი არ გადაუდგია, არ მისულა და არ უთქვია, ძმაო, ეს რატო აკეთებ ამას, მითხარი. არც ძმებთან ერთად პირდაპირ მივიდა და კრებულთან ისაუბრა. ამ საუბარმა უამრავი ადამიანი დააბრუნდა. უამრავი ადამიანის კითხვის ნიშანი გაუჩნდა. უამრავი იძახის, ეს თქვენ შიგნით მოაგვარეთ და მართალიც არის. მაგრამ ის მამები, რომლებმაც ამ ადამიანს პასუხი გააცეს, იძულები ახლა ადვოკატად კი არ უდგები ვინმეს. უბრალოდ მე სიმართლეს ვამბობ. ეს ხალხი იძულებული გახდა და მეც მათ შორის რომ ამ ადამიანის პასუხი გაგვეცა. ჩვენ ვხართ და გული გვკივა ასეთი ფაქტები რო ხდება, მაგრამ ჩვენ ქრისტეს მიერ სიყვარულიდან გამომდინარე ვალდებული ვართ რომ ის სათქმელი თქვა, ისი თქმაც აუცილებელია. ახლა ეს ხალხი საკუთარ თავზე ვერ ისაუბრებდნენ, ამიტომ მე გიტყვით ახლა ის ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოს ბოივიკებად, სქიზმატებად და ერეტიკოსებად ვინ არიან სინამდვილეში. ჯერ ახლა იცით ყველამ რომ სქიზმა რა არის, ეს არის ცოდვა, როდესაც ადამიანს გაუგებრობა და რაღაცა აზდა სხვადასხვაობა იერარქიასთან, წყვეთ მასთან ლოცვით კავშირს და გადის ეკლესიიდან. წმინდა მამები ამბობენ, ეს შემთხვევა და ასეთი ფაქტი უტოლდება ერისადმი, როდესაც ადამიანი არასდროს სწავლებას იზიარებს. ან ფაქტიურად ეს მდგომარეობა, წარწმუნდელი მდგომარეობა. ჩვენი ეკლესიაში იყო ეს საშიშროება სქიზმის, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, ასევე ინტერნეტ სივრცეში ამ ადამიანს, რომელსაც თავის ძმებს ასე მოიხსენიებდა, უპასუხა და თქვა, რომ ის ადამიანი, ის მოძღვარი მონაწილე იყო იმ მოვლენების, რაც ხდებოდა 97 წელზე აქვს საუბარი. 96-97 წლებში, როდესაც სამწუხაროდ ეკლესიიდან გავიდა სასულიერო პირთა და ერის ადამიანთა ნაწილი. და სწორედ ამ ადამიანის მიერ შეურაცხყოფილი სასულიერო პირები იყვნენ, ვინც ცდილობდნენ ამ სქიზმის კურნებას და ძალიან ბევრი ადამიანი, იმიტომ არ გავიდა ეკლესიიდან, რომ სწორედ ამ ხალხის შრომით და წვალებით ისინი დარწმუნდნენ, რომ სქიზმა ეკლესიიდან გასვლა წაწმენდა. და ეს კაცი ამ ადამიანებს ამაში ბრალსდებს და როდესაც ამ მოძღვრის სიტყვების თანახმად ეს თვითონ ასად არ ჩანდა, მაშინ ეს პრობლემა რო იყო. ეს ხალხი არიან ისინი, ვინც წინ აუდგენ ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ისინი იყვნენ მხოლოდ რომლებიც აპროტესტებდნენ ამას. კანონს, რომელსაც პატრიარქმა უწოდა ძალიან მძიმე შედეგების მომტანი. როდესაც ეს კანონი მიიღეს, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტ სივრცეში ნახოთ პატრიარქის პოზიცია, როდესაც მან გულის წუხილი თქვა, რომ ეს კანონი აუცილებლად სულ შედეგებს მოგვიტანსო და ჩვენ დღევანდელობაში ვიხედებით, რომ ამ კანონის გამო რამდენი გაუქმებლობა და სირთულე წარმოიქმნა ჩვენ ქვეყანაში და მომავალში რა იქნება კიდევ ერთმანეთის. ეს იყვნენ ხალხი, რომელიც ამას აპროტესტებდნენ. თქვენ იცით, რომ სკოლებში ცდილობდნენ საშინელი რაღაცა
საგნების შეტანას, რომელიც თავის თავში ბავშვთა გარყვნას გულისხმობდა, მას ასე შეფუთული სახელი ჰქონდა სექსუალური განათლების მიღებაო და ამ დროს აი ესეთი წიგნებში ისეთი საშინელი რაღაცები ეწერა, ზრდასრულ ადამიანსაც არ შეეძლო წაკითხვა რაღაცა ისეთი ამ ისეთი საშინელება ეწერა იქ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ღია ეთერში ვერც კი წაიკითხა, დახურა და თქვა მე ამას ღია ეთერში ვერ ვიტყვი და ამის შეტანა უნდოდა სკოლებში. ეს ერთგან და ოჯერ არ იყო და სწორედ ეს ხალხი იყო, რომელსაც ამას ეწინააღმდეგებოდა. თქვენ იცით, რომ რამოდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ უნივერსიტეტში ღვთისმშობლის სურათი დახატეს და ხელში რევოლვერი დააჭერეს, ხო? ვინ იყო, ვინც ამას აპროტესტებდა? სწორედ ეს ადამიანი. და კიდევ ბევრი სიკეთე გააკეთეს ამ ხალხმა ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ მე მათ მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ხალხს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი და ჩვენი ეკლესიაში ძალიან ბევრი პოზიტიური და პოზიტივი შეიტანა, მათ მადლობა უთხრა და არა ასეთი ეპითეტებით შევამკოთ. ასე რომ ღმერთმა დალოწოს ყველა ადამიანი, ღმერთმა მოგწეს ყველას სინანული და ღმერთმა მოგწეს ძალა ყველას იმისა, რომ არავინ არ განვიკითხოთ. მაგრამ სიმართლე აუცილებლად უნდა ითქვას, ოღონდ ისეთი ფორმით, რომ ამით არ შევეხოთ ადამიანის ღირსებას. ღმერთმა დაგლოცო და გაგაზრდოს. მრავალს დაესწრო.